ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში დღე ჩახაიების ოჯახში სახლი ჩამოინგრა. ოჯახი, სადაც 11 სული აქედან 5 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, პრაქტიკულად უსახლკაროდ დარჩა. სახლი, რომელიც ათეულ წლებს ითვლის, საცხოვრებლად უვარგისია. ჩამონგრევის შედეგად სახლი მთლიანად მოწყდა საძირკველს, დაზიანდა სახურავი, შენობის კედლები. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ შორის სოფლის ადმინისტრაციული ერთეული წარმომადგენელს, თუმცა დახმარებაზე უარი მიიღეს. სახლი ჩამონგრევის შედეგად ოჯახი პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ რჩება, ისინი ყურადღებას და დახმარებას ითხოვენ. ვართ ისე 11 სული, მაგრამ და შეფარებული ვართ მეორე სახლს. ისიც უარეს მდგომარეობაშია, უკეთესი არა და მეშინია იმის, რომ ის მეორე სახლიც თავზე არ დააგვენგრეს. ამიტომ თხოვ ჩვენს გამგეობას, ვისაც რამე შეუძლია, რომ რამენაირად დაგვეხმაროს. ზამთრის პერიოდია, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს რამით, თორე ჩვენ არანაირი საშუალება არ გაგვაჩნია იმის, რომ რამე გავაკეთოთ თავის შესაფრისთვის. გამოდის ესე, რომ ქუჩაში უნდა ვიცხოვროთ ფაქტიურად. ჩახაიების მრავალსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. 11 სულიან ოჯახში არც ერთი ოჯახი წევრი არ მუშაობს. 5 მცირეწლოვანი ბავშვიდან ერთ-ერთი მძიმედაა დაავადებული და ამჟამად თბილისში მკურნალობს. მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ ოჯახის წევრებს მეზობლებიც ეხმარებიან. ეს ოჯახი არის დედა სოციალურად დაუცველი ოჯახი. სახლი კი ხედავთ რა მდგომარეობაშია, ჩამოინგრა სიძველის გამო. რამდენჯერ მეკონდათ ოჯახს განცხადება შეტანილი, რომ დახმარებოდა და რამე გაეკეთებიათ. მაგრამ კი ხედავთ დღესდღეობით ჯერჯერობით არაფერი არ არის გაკეთებული და ცოდვა ეს ოჯახი არის 11 სულიანი ოჯახი, 5 მცირეწლოვანი ბავშვი ყავს. ხედავთ როგორი პირობებია, როგორი ამინდებია, ზამთარია, უნდა ბავშვებს სითბო უნდა რაღაცა უნდა არის აგერ ორი ოთახი, მაგრამ ესეც არაფრად არ ვარგა, კი ხედავთ ამას. საწავიდნენ, ამიტომ კარგი იქნება ვთხოვოთ ჩვენს მთავრობას, რომ დაეხმარონ ამ ოჯახს და ამ პატარებს რამე თავშესაფარი მისცენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია ოდიში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა. გამგებლის მოადგილის გურგენ სართანიას განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა მათთვის ცნობილია და დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად მზად არიან. ჩვენ გავუწევთ 1000 ლარის ფარგლებში, ეს არის მაქსიმალური თანხა და დავეხმარებთ ამ თანხას გადავწევთ და კიდევ დამატებით რომ არის მრავალშვილიანი ოჯახი და სანამ ეს პრობლემა საბოლოოდ მისი აი საყოფაცხოვრო პირობების მოგვარება სანამ არ მოხდება, კიდევ დამატებით 100 ლარის ფარგლებში უქირავებთ ბინას. ჩვენ გვაქვს პროექტი წელს იცით რომ სახლებს ვაშენებთ და მომავალ წელს იგივე ანალოგიურად გაორმაგებაზე მიდის საუბარი და შეიძლება იმ პროექტში მოხდნენ. ეს ჩემი გადაწყვეტი არ არის, ამაზე კომისია მუშაობს და კომისია მიიღებს შემდეგ გადაწყვეტი თავარია, მაგალითად განცხადებით მოგმართო მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე უნდა შემოიტანოს განცხადება. დაზარალებული ოჯახი აცხადებს, რომ თუ არ მოხდა დროული რეაგირება, მათ ზამთარში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად სიცივეში სახლის გარეშე მოუწევთ ყოფნა.